გაუპატიურების საზარელი ისტორია. ქეთევანი 15 წლის იყო, როდესაც მასზე სამმა ჯარისკაცმა სექსუალურად იძალა და როდესაც ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი. ძალიან ნაწამები იყო, დანით უამრავი ჭრილობა ქონდა მიყენებული, თავის ქალში უამრავი გემატომები ქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ეხლა ამჟამად 56 წლისა, მისი გონება 15 წლის ასაკშია ჩარჩენილი. ჭამე დედასთან უნდა წაიყვანო. ანუ ჩემთვის გამო მე პოლიციის აკადემია დავამთავრე, რომ აუცილებლად უნდა მეძია, მომეძია ის პიროვნებები მიჩემდაზე იძალა და დაუშელები არ დარჩენილან. ერთი რომელიც ლაგოდეხის საზღვრიდან გაიპარა, მიმავალი სახში აზერბაიჯანელი იყო, თავისივე მანქანით კაკალში ეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მეორე რომელმაც რუსი იყო, თავისი 21 წელი მოიხადა სასჯელი ჩემთვის გამო. და დაბრუნებულს ოჯახი შექმნა, შეეძინა შვილი, ხორბალის აღების დროს თავისი 4 წლის ბავშვი. თავისივე კომპანიით აჩეხა და ეს შემთხვევის შემდეგ იმდენად იყო სასწარკვეთილი, რომ თავი მოიკლა. ძალიან ბევრი ექიმი, როგორც ადამიანს, როგორ გითხრათ, არ აღიქვავენ, მეხუთით, არ უყურებენ ამას. რატომ მოიყვანე ამას, აქ რა უნდა? და მე რო ვეკითხები, რატომ მოვიყვანენ, მაგრამ არის ადამიანი არ არის მეთქვი. წოლი არ მდგომარეობაში უჩდება ნაწილები იმის გამო, რომ ეტლი არ მაქვს. მუდმივად ესაჭიროება მედიკამენტები, ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტებია, რომლის ხელმისაწვდომობა არ გამაჩნია. პამპერსები ჭირდება, გენური მოვლის ისინი ჭირდება საშუალებები აუცილებლად და ამის შეძენის საშუალებაც ნამდვილად არ გამაჩნია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.